მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასადი. მონტერეი ლუქსი. ლიდერი ქართულ ბაზარზე. ყოველდღიური აბების სპონსორია სახალხო აფთიაქი. საიმედო ფარმაცია ყველასთვის. სახალხო აფთიაქი. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბარა. გამარჯობა, მე ახალი დარბაზი მაინტერესებს. ასეთი არჩევანი, ხარისხი და რაც მთავარია დაბალი ფასი. მაგარია ბელუქსი. შეცვალე სახურავი თვეში 49 ლარიდან. შეარჩიე ზომა, ფორმა და ფერი. ნოვა იყიდე პირველისგან. გამარჯობა, თქვენს ინტერნეტ და რადიო ყუთებშია გადაცემა ყოველდღიური აბები ვასი კოდიშვილისგან და მე გადაცემის სამყარო ვასი კოდიშვილი გახლავართ. ზაქრი ნუ ებრძვი პრემიებს, სხვებმა არ გიყონ ზიანი. არ დაიჯერა ზაქრიმა, სხვაც ბევრ მამცდარა ჭკვიანიც. არ დაიჯერა და ზაქარია ქუცნაშვილიც მოწდა, როცა მაღალი რანგის თანამდებობის პირებისთვის პრემიის ამკრძალავი პროექტი მოამზადა და პარლამენტში შეიტანა. პროექტს კენჭისყრაზე 44 მომხრე და 3 მოწინააღმდეგე აღმოაჩნდა და ჩავარდა. ინიციატივის წინააღმდეგ ლევან ბერძენიშვილი, მალხაზ წერეთელი და ზვია ძიძიგური წავიდნენ. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს ნუკრე ქანთარიამ, ოთარ ჩრდილელმა, გუგული მაღრაძემ, ლუკა კურტანიძემ, დია ვოლსკიმ, ეკა ბესელიამ, თამარ კორძაიამ, ვახტანგ ხმალაძემ, ფრიდონ საყვარელიძემ და სხვებმა. ანუ რა გამოვიდა? ის რომ ყველაფერი ქართული ოცნების გასაკეთებელია ამ ოჯახში. ხო, ქართული ოცნება ამ პარლამენტში კაცის და კალიც, მემარცხენეც და მემარჯვენეც, პოზიციაც და ოპოზიციაც. აბა ნახეთ ახლა, ვინ ზრუნავს სახელმწიფო ბიუჯეტის ეკონომიაზე? ზაქარია ქუცნაშვილი, ანუ ქართული ოცნება. და ვინ ზრუნავს სახელმწიფო საქმისთვის დამაშვრალი ჩინოვნიკების ბიუჯეტზე? ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დეპუტატი, ანუ ქართული ოცნება. ხო და მეტი რა ქნას ახლა ამ ქართულმა ოცნებამ, ჰა? მართლა სამუშაო ადგილებს ხო არ შექმნის, ეკონომიკას ხომ არ გაზრდის, ლარის კურსს ხომ არ აწევს, სამართლიანობას ხომ არ აღადგენს და ახლა კარგ ცხოვრებას ხო არ მოიტანს რაღაც? რა სისულელე? ამიტომ არაუშავს ტყუილად თუ მოცდი ჩემო ზაქარია. ეგ მცდელობა წლების მერე დაგიფასდება, როცა იტყვიან ზაქარია ქუცნაშვილი ერთადერთი იყო, ვინც უზარმაზარი პრემიების აღების მანკიერ სისტემას ებრძოდა. იტყვიან რა? იტყვის. ვინ იტყვის და რა თქმა უნდა ზაქარია ქუცნაშვილი. ხით ჩატეხილობის პრობლემა ქალთა შორის ქართულ პოლიტიკაში. ალბათ ამ სათაურის თემები იქნება დასაწერი 2060 წლის ეროვნულ გამოცდებზე. რატომ და აი ამიტომ. მიჭირს სერიოზული კომენტარის გაკეთება. სერიოზული კომენტარის გაკეთება პრეზიდენტის პოლიტიკურ მრჩეველს თავდაცვის ministris მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაზე უჭერს. ფიქრია ჩიხრაძისთვის გაუგებარია, რატომ გამოიწვია თინა ხიდაშელის გაღიზიანება მისმა მისვლამ მთავრობის კანცელარიასთან, სადაც პატრიოტთა ალიანსის წევრები და ლიდერი 5 დღეა შიმშილობენ. ის არის ყველას პრეზიდენტი, მე ვფიქრობ, ჩვენ დღეს ამის მტკიცება არ გვჭირდება. ჯარს მიხედე გირჩევნია რა, სანამ გამოგათრიე მაგ სამინისტროდან. აი ახალი საქართველოს ისტორია. ირმა ინაშვილი როგორც ყუთლუ არსლანი, ფიქრია ჩიხრაძე როგორც ხვაშაკ ცოქალი, გიორგი მარგველაშვილი როგორც თამარ მეფე და თინა ხიდაშელი როგორც ალბათ უფრო ივანე მხარგრძელი. ხო, წარსულში დავბრუნდით, ოღონდ 90-იანებში კი არა. 1190-იანებში. როგორ გაბედა და მოინახულა, ჰა? ეხა ირმა ინაშვილს რო ეთქვა, ავადავარ მახველებსო, სად მიდიოდა მერე ფიქრია? ნეტა მაგაზე არ უფიქრია? თინა შეგნი ვაფშე ხმა ჩაიგდე რა. სანამ გამოგატრიეთ მაგ სამინისტროდან ჯორჯი შესმოლი მარიდასავით. პოლიტიკურ მიზეზებს რომ ასახელებთ მარტო კაცო, სხვა მიზეზებს რატომ გამორიცხავ, ჰა? რა მიზეზებს და იქნება აინტერესებს კაცო, რა დიეტით შიმშილობს, რამდენი კილო დაიკლო, რამდენ ხანში. ანამ სიცივეში ხა პრეზიდენტის მიერ მოქსოვილი თბილისიდები წაუღო. რა არის კაცო, ყველაფერს პოლიტიკურ ელფერს რო აწევთ, ჰა? რა წესია? არა ხა თინამ შეიძლება ისიც იფიქრა, რამდენი ადამიანი შიმშილობს ირმას გარდა და ისინი რატომ არ მოინახულაო? იმიტომ რომ ისინი უმიზეზოდ შიმშილობენ. აი ეს უბრალოდ ცხოვრების წესი აქვს ეგეთი. ირმა ინაშვილს ეკითხებიან, რატომ შიმშილობ? რატომ და იმ ქორწილში იმდენი ვჭამე 500 კაცი ტაჩს მიკრავდაო. დეპუტატ საყვედურობენ პრემიების აკრძალვის კანონპროექტი რომ ჩააგდეთ, მაგით მარტო თქვენი ნათესავები იქნებიან კმაყოფილებიო. რატომ მარტო ნათესავები? დედაჩემიც კმაყოფილიაო.
ქვეყნის შენებას რა უნდა? რა და ერთი კარგი ბანი უნდა? კი უნდაო ნათქვამია. ხო და კარგი ბანის საშუალება გვაქვს. ასაშენებელი ქვეყანა ხო გვაქვს და რაღა დარჩა? ხო, ისა, აშენება. პაატა ბურჭულაძეს სცენას იცვლის. მაესტროს ექსკლუზიური ინფორმაცია ეთერში გასვლიდან 3 კვირის შემდეგ დადასტურდა. ბურჭულაძემ სოციალურ-პოლიტიკური ფონდი დააარსა, სადაც ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე იმშელებენ და შესაბამის სტრუქტურებს გამოსავლის გზებს შესთავაზებენ. მსოფლიო ბანი სავარაუდოდ პოლიტიკურ ბანს წლის ბოლოს მოითხოვს. ბატონო, მღერო და ადამიანი მშვენივრად. ახლა მოვა პოლიტიკაში და მიხვდება რომ მაინც და მაინც სამღელად არ გვაქვს. მაგრამ არა უშავს კაცო. კარგია ხა ჭკვიანი ხალხი პოლიტიკაში. დიახაც. პაატას თავი 100-ია სასარგებლო, თორემ გიორგი სააკაძისთვის მიტანილ ყუჩი რო დევს, ეხლა იმ არა გაუნაკრას. თან პოლიტიკაში თუ წავიდა პაატა და წინა საარჩევნო ხარდამჭერი კონცერტები მოაწყო, მე ისეთ მომღერლებს ჩამოიყვანს თავის ფაში, რომ მინიმუმ 20 ხმას მოაგროვებს, მინიმუმ თითო უბანს. თან ეგეც რომ არა, პაატას ის უპირატესობა აქვს, რომ მაგისი მეგობრების ხმები სხვების 100 ხმას უდრის. და ზოგადად ეხლა ისეთი ხმა აქვს, რომ უფრო ადვილად მიაწვდეს მოსახლეობას. ორა იყო ხა ნაკაშიდეს მაინც აღარჯობია კაცო. თუ იყურებს ხვდები მაინც რომ კი არ ყვირის, მღერის. მოკლედ მიდი პაატა, მიდი. ოღონდ მთავარი ახლა ამ განვითარების ფონდსაც იავნან არ დაარქვა. თორემ მე ძნელი იქნება მიძინებული ქართული პოლიტიკა მაგ იავნანით გამოაფხიზლო. რაღაც უცნაური სიზმარი მესიზმრას ერგო. ლეიბორისტული შრომის პარტია ახალგაზრდავდებოდა, როგორც ბენჟამინ ბატონი. მისი ლიდერი კი მარად ახალგაზრდა რობინ ჰუდის ტყავში გადაცმული დორიან გრეი შალვა ნათელაშვილი იყო. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ახალგაზრდა პოლიტიკოსებს შეხვდა. სახელმწიფოს უნდა კონდეს ახალგაზრდობაზე ზრუნვის განსაკუთრებული პოლიტიკა. დღეს მოხდა ახალგაზრდების აზრისა და ბატონი შალვას შეხედულებების სრული დამთხევა. აი ასე, ჯერ უბრალოდ შეხვდა ახალგაზრდებს, მერე კი ბატონი შალვას აზრიანობის ამბავი რო ვიცი, თავის ახალგაზრდულ პარტიასაც შექმნის. ეგრე რა ბატონო შალვა, ეგრე კაცო ძლივს არ მიხვდა ვიღაც რომ ფუჭია ამ მოხუცი სახეების უცხოეთიდან ჩამოყვანა. მაგათ უკვე ენთუზიაზმი აღარ აქვს კაცო. არაფერი გვეშველება სანამ ბავშთა პოლიტიკას არ მივხედავთ. აგერ როგორც ვატყობ, დაიწყო უკვე ბატონმა შალვამ სკაუტინგი და სელექცია. ალბათ მალე ლეიბორისტთა 21 წლამდელების ნაკრებსაც დააყენებს, რომელიც ბევრ დიდ პარტიას მოუგებს, სადაც გინდათ და როგორც გინდათ. თან ამისი რესურსი ხა ლეიბორისტულ პარტიას აშკარად აქვს. ვერ გაიგეთ, ბატონი შალვასა და ახალგაზრდების შეხედულებები ერთმანეთს დაემთხვაო. ვამაყობ ჩვენი ახალგაზრდებით. ასეთ პატარა ასაკში უკვე ზრდასრული შალვა ნათელაშვილივით ფიქრობენ. აი ვის უნდა დავეყდოთ მომავალში. ეს არის საქართველოს ნათელაშვილი მომავალი. მჯერა რომ ბატონი შალვა გარდა რობინ ჰუდობისა იანუშ კორჩაკობასაც შეითავსებს. რა ვსერგო? არაფერ შუაში აქ ჰამილნელი მესტვირე და ისე ინოკენტი მეორე. ნამეტანი მე ინტელექტუალები ხარ რაღაცა შენა. რა დაგემართა კაცო, ბავშვთა ლეიბორისტული ლაშქრობა კი არ იწყებ. ხო და შენს მაგდენ ტლიკინს გირჩევნია სანამ ახალგაზრდა ხარ, დაკრა ფეხი და დაემთხვიო აზრებით შალვა ნათელაშვილს. ბირჟაზე დგომას ეხა შრომის ბირჟაზე დგომა აღარჯობია კაცო. სერგოს. მეჭიაური და ვოლსკი დგანან სარკესთან და მღერიან. მავანს უკვირს რას აკეთებდო? რაც და ბურჭულაძესთან დებატებისთვის ვემზადებითო. შალვა ნათელაშვილი ამაყობს ლეიბორისტების ახალგაზრდული ფრთაშევქმენიო. სლოგანი რა არისო? რა და ბერას წავართმებთ, თქვენ დაგიბრუნებთო. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოვიჩვილისგან. თუ მიიღებთ სხვა აბებს. მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასადი. მონტერეი ლუქსი, ლიდერი ქართულ ბაზარზე. ყოველდღიური აბების სპონსორია სახალხო აფთიაქი. საიმედო ფარმაცია ყველასთვის, სახალხო აფთიაქი. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბარა. გამარჯობა, მე ახალი დარბაზი მაინტერესებს. ასეთი არჩევანი, ხარისხი და რაც მთავარია დაბალი ფასი. მაგარია ბელუქსი. შეცვალე სახურავი თვეში 49 ლარიდან. შეარჩიე ზომა, ფორმა და ფერი. ნოვა იყიდე პირველისგან.